პაციენტმა დამისვა ასეთი შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა თავიდან ავიცილოთ ზედაყბის ქირურგიული გაფართოება და რა თქმა უნდა შესაძლებელია. პაციენტი თვითონ ირჩევს, რა შედეგზე უნდა მას გასვლა, შესაძლებელია როგორც კბილების გასწორება, ასევე ძვლების ზომების შეცვლა. თუ პაციენტი თანახმა არის, რომ მხოლოდ კბილები გასწორდეს, ეს შესაძლებელია. განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც პაციენტი ატარებდა 1 წელი ფირფიტებს, მისი ზედაყბის ძვალი იყო პატარა და ისევ დარჩა პატარა, იმიტომ რომ ფირფიტას არ შეუძლია ყბების ზომების შეცვლა, შეუძლია მხოლოდ გადახარვის კბილები გვერდულად. და პაციენტის ჩივილი იყო ასეთი, რომ მშობლის ჩივილი იყო ასეთი, რომ ბავშვმა არ იცის სად დაადოს კბილები. მუდმივად ეძებს კონტაქტს, ვერსად ვერ ღეჭავს, ვერ მეტყველებს სწორად და მას სურდა აი ეს გვერდით დახრილი კბილები როგორმე გასწორებულიყო და უკუთან კბილაში მდგარი კბილები გასწორებულიყო, ანუ ქვედა კბილები შევიდეს შიგნით, ზედა კბილები გამოვიდეს გარეთ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია ბრეკეტების საშუალებით და პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო ფირფიტის მოხსნა, იმიტომ რომ ზედაყბა როცა არის გადაფართოებული და კბილებს ვერ ადევს პაციენტი სწორად, ერთადერთი რაც უნდა გაკეთდეს, ესაა უკანა კბილებზე თანკბილის ამაღლება, რომ საღეჭი ფუნქცია გადანაწილდეს უკანა კბილებზე და არ იყოს წინა კბილებზე დაწოლა, მხოლოდ წინა კბილებზე რომ არ იყოს გადანაწილებული ძალა. აი ეს სიმეტრიულად გადანაწილდა, ქვედა კბილები გასწორდა და შემდეგი ეტაპი არის ზედა ყბაზე ეშვისთვის ადგილის შექმნა, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით, მეორე, მეოთხე კბილი ერთმანეთთან ახლოს დგას და ეშვს საერთოდ არ აქვს ადგილი. ბრეკეტების და ზამბარის საშუალებით ჩვენ ვქმნით დამატებით სივრცეს, უკანა კბილებს ვაწვევით უკან და გადავანაცვლებთ უკან, ფრონტალურ კბილებს ვაწვევით წინ და ვქმნით დამატებით სივრცეს. ეშვისთვის შეიქმნა დამატებითი სივრცე და ეს არის საბოლოო შედეგი, როდესაც ეშვი ჩამოიწია ქვევით და მივიღეთ კარგი კონტაქტები. ესე იგი, პაციენტმა აიცილა თავიდან ზედაყბის ქირურგიული გაფართოება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ჭირდება. თუ პაციენტი მეტყვის, რომ ჩემი ზედაყბა შეზნექილია, ზედაყბის ძვალი დგას უკან, ქვედაღამი კაპი უფრო მკვეთრად გამოხატული მიჩანს, რა თქმა უნდა, ამის გასწორება შესაძლებელი არის ზედაყბის ქირურგიული გაფართოებით და face mask-ით, როდესაც ჩვენ ვადებთ პირშიგნით აპარატს პაციენტს და ზედაყბის ძვალს გამოვჭიმით წინ. მაგრამ პაციენტს არ უნდა ასეთი რთული კონსტრუქციების ჩასმა და მოხმარება, მისთვის ეს შედეგი არის სრულიად დამაკმაყოფილებელი.